გუშინ მქონდა მაგაზე სტატუსი, რომ მეც ძალიან მიხარია, რომ ერთნაირად ვფიქრობთ, რომ ჩვენ ახლა ხშირ ურთიერთობა რა გვაქვს, უცესია აზრები ძალიან ახლდება ხოლმე. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ანუ მიზანი რა არის რა? ანუ ამათმა გადაწყვიტეს უჭკვიანესი, უგენიალურესი სტრატეგია, რომ მოდი ეხლა ჩვენ ქართული ოცნება გავხადოთ ტირანია. ამისთვის უნდა ავდგეთ იდიოტურად დავაჭერიოთ თავი, შეურაცხყოფა მივაყენოთ ქართულ სახელმწიფოს, პოლიციელებს და ასე შემდეგ, თავი დავაჭერიოთ და უცხოეთი ადგება და დასჭის. ოღონდ თავი პრობლემა რა არის? ლამაზი თვითმფრინავებით დაგვიშენს ლამაზ რაკეტებს, რომელიც მარტო მე მომხდება? არა, ეგ ერთი. პოსტების ჩამოვარდება. შავა, ეგ ერთი, რომელიც არ ხდება. მე მეორე აღმოჩნდა, რომ სამი ავადმყოფური სახელმწიფოს გარდა, რომელიც ვიცით რომლებია, არავის არ აინტერესებს რა ხდება ქართულ ოპოზიციაში. ანუ არავის არ აქვს არანაირი სენტიმენტები ვიღაც იდიოტების გამო. ანუ მე რას ვამბობ, ხა მე მესმის ახლა რომ ქართული ოპოზიციონერი რო ხარ და როცა რაღაც ამბავს გეუბნებიან, როგორც ეს არ ამოწმებ ხოლმე რა ხდება. ეს ჩვეულებრივია ქართული ოპოზიციონერი, ვიცით რა სულები არიან, მაგრამ არის ალბათობა რომ უცხოეთში პოლიტიკოსები თლადისე ჰარალოზე ვერ გახდები როგორც საქართველოში. ანუ მე რას გვიცხობ? როცა შენ არ ყუროი, მაგალითად ზურაბ გირჩი ჩაჯდა ციხეში. ხო, კითხულობ რატო ჩაჯდა? გეუბნებიან რომ გამოიძახეს პარლამენტში, რომ მისულიყო და უნდა წამდგარიყო პარლამენტის წინაშე და დაუსვამდნენ შეკითხვებს. მე კითხულობ, იჭერდნენ, ანუ რა მოყვებოდა ამას? არაფერი, შეკითხვებს დაუსვამდნენ. უნდა მისულიყო და რატო არ მივიდა? აი არ უნდოდა. ხო და როდესაც ამას გებულობ, ხო ხვდები რომ ლაპარაკი არის იდიოტზე. იდიოტებზეა ლაპარაკი. ანუ ხო ხვდები და ამიტომაც არის ახლა რომ აი ხა მეორეს ვამბობ, რომ ერთ დღეს გვეუბნებიან რომ რა მაგარი ბიჭები არიან, ნახე როგორ მაგრად ცემენ პოლიციელებს. ნახე როგორագրად უვარდებიან საჯარო მოხელეებს. აი მარიამ ლაჩხს როგორ მაგრად აგინებენ. მე რო იჯებიან ამაზე. მე აღმოჩნდება, ვაიმე დედიკო, ეს ციხის ეშინია, ავადარი, ბებიამისი ცუდად არის, რეპრესია, მე რაღაცა პოსტებს წერენ. ანუ ეს ხო ხვდებით რომ ეს იწევს ბიპოლარულ შეგრძნებებს რა. არ შეიძლება ერთ დღეს გეუბნებოდეთ რომ ეს არის რაღაცა მაგარი მგელი რევოლუციონერი რომელიც ანგრევს სისტემას და მეორე დღეს არის საწყალი პატარა ბავშვი რომელსაც იმის ციხის კარების ეშინია და ყოველდღე თავის დათუნიასთან ძინავს ეს ასე არ მუშაობს ეს არის აი იმენა კაკუნის რო ეშინია დეგალი ძალიან მაგარი კაკუნის შემეშინდაო ტიპი არის ადმინი რომელიც რევოლუციური ჯგუფის რა სერიოზული ადმინია იქ საჭმელს ამარაგებს პირველად ვუჩხერე კაროჩა ამიტარესო იმის მერე კარებზე კაკუნის მეშინია კაკუნის რო კაკუნის შეშინება არა სტალინის ნაშუა სტალინი ბიჭო კაკუნის რევოლუციონერი ბიჭო მე არ დავცინი ადამიანს რომელსაც გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს და ყველას არ აქვს ერთნაირი გამძლეობა მაგრამ შეკაიდეთ მამიშვილო კაკუნის თუ გეშინია სადმე ისეთ რაღაცას მოკიდე ისეთი ჯგუფის ადმინი ყავი ყვავილების ან პეპლების და არ დაგეკაკულებენ არ შეგეშინება ამ კაკულის და ბოლოს ერთმანეთს დამთავრდა მე გუში მქონდა სტატუსი რომელშიც დავწერე რომ ქართულმა ოპოზიციონერმა აქტივისტებმა მიაღწიეს ერთ რამეს რომ საქართველოში პატიმრების მიმართ უალტერნატივო სოლიდარობა გაქრა აღარ არის კი ანუ ადრე როგორ იყო რომ აი ავტომატურად როდესაც იჭერდნენ ადამიანს დაჩაგრული შთაბეჭდილება ჰქონდა არა პირიქით ცოტა მიუსაჯეს და რაღაცები ეხლა ხვდები რომ ანუ არა რა შეიძლება არ იყოს ეგრე და კი ბატონო